გამარჯობა. მონაცემთა ვიზუალიზაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ ახლა განვიხილავთ ერთ-ერთ ცნობილ დიაგრამას, რომელსაც ქვია waterfall-ი. მე ვარ გიორგი დათვკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს და ვნახოთ თუ როგორ შეიძლება გამოვსახოთ მაგალითად კომპანიაში არსებული საწყისი ბალანსი, გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, საოპერაციო ხარჯები, მარკეტინგის ხარჯები, ინვესტიცია, გადასახადები და ასე შემდეგ და საბოლოო ბალანსი. ძალიან კარგი გამოსავალი შეიძლება ვნახოთ ამისათვის. Insert menu-ში შევდივართ და დიაგრამებში პოულობთ დიაგრამას, რომელსაც ქვია waterfall-ი. თუ აქ მარტივად ვერ მიაგნებთ, recommended chart-ებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, ვნახოთ all chart-ი და შემდეგ ვიპოვოთ waterfall-ი, რომელიც 2016 წლიდან გვაქვს Microsoft Excel-ში. ამისი არჩევის შემდეგ შეგვიძლია მივცეთ OK და როგორც ხედავთ, მივიღეთ დიაგრამა. გადავიყვანოთ ეს დიაგრამა ახალ sheet-ზე ბრძანებით move chart-ი, რომელიც არის ეკრანის შუა ნაწილში, new sheet-ი, შეგიძლიათ დაარქვათ სახელი, მაგალითად დავარქვათ ბალანსი და შემდეგ მივცეთ OK. როგორც ხედავთ, მივიღეთ აი ესეთი ახალი sheet-ი. და მოდით ვნახოთ თუ რა არის. პირველ რიგში საწყისი თანხა გქონდა დაახლოებით 20,000. შემდეგ შემოგვივიდა 15,000, გავიდა 8,000, კიდევ 3,000, შემოვიდა 5,000 ინვესტიციის სახით, გამოვიდა ისევ ხარჯი 2,500 და ბოლოს შემოგვივიდა მონაცემი, რომელიც 26,500 არის და ეს არ არის შემოსავალი, ეს არის საბოლოო ბალანსი და იმისთვის რომ საბოლოო ბალანსი სწორად, ანუ ტოტალის სახით დავინახოთ და არა როგორც თითქოს და 60,000-ზე ახლოს ვართ ჩვენი დანაზოგებით და ხარჯების შემდეგი, ასე ვთქვათ, შედეგით, ამიტომ მას მარჯვენა ღილაკი უნდა დავაჭიროთ. კიდევ ერთხელ უნდა მოვნიშნოთ ის უფრო სწორად რო ვთქვათ, მარცხენა ღილაკით, რომ გააქტიურდეს მხოლოდ ეს ნაწილი, შემდეგ მარჯვენა ღილაკი და აქ ავირჩიოთ ბრძანება, მაგალითად set as totally. და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დავინახავთ, რომ რეალურად ამ თვის ბოლოში გვაქვს 26,500 კომპანიის ანგარიშზე. ეს იყო ვიზუალიზაცია, მე გიორგი ვარ დათვკიშვილი, გელოდებით ტრენინგებზე, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ჩემი ვიდეო და გამოიწეროთ არხი მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.